იდეოლოგიურ განსხვავებებზე ექსპერტების მოსაზრებებს გაგვაცნობს. ამერიკა უფრო აგრესიული ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი თეორეტიკოსი ჯონ მიერშაიმერი. ის ამბობს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკა 7 ომში მონაწილეობდა. მას ასევე სტატისტიკა მოჰყავს მაგალითად და აცხადებს, რომ ყოველ 3 წელიწადში 2 წელი ამერიკა ომებითაა დაკავებული. რუსეთზე საუბრისას კი ის ამბობს, რომ რუსეთმა სამხედრო ძალა მხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და სირიაში გამოიყენა. საქართველოში და უკრაინაში ისინი კონფლიქტში იმის გამო არიან ჩართული, რომ როგორც მოსაზღვრე ქვეყნები ისინი მოსკოვისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. რუსეთმა ჩათვალა, რომ ნატოს გაფართოება და ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ 2008 წელს და უკრაინამ 2014 წელს გადადგა, ამ ინტერესებს საფრთხეში აგდებდა. სწორედ ამის გამო რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია გადაწყვიტა. ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ხშირად ისმის შეკითხვა, უნდა კონდეს თუ არა რუსეთს ალიანსის გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება. მიერშაიმერი ამბობს, რომ შეკითხვის ასე დასმა არასწორია. ის შეხედულება, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანების უფლება აქვს, ძალიან საშიში და სულელური წარმოდგენაა საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებზე. თუ ხარ უკრაინა ან საქართველო და ესაზღვრები ისეთ ძლიერ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, რუსეთის ინტერესებს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციო. თუ ფიქრობ იმას, რომ ნატოში გაწევრიანების უფლება გაქვს, იმის მიუხედავად, რას ფიქრობს რუსეთი, საკუთარ თავს დიდ პრობლემებს შეუქმნი. მიერშაიმერი ამბობს, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანების სურვილი უნდა დაივიწყოს, რუსეთთან რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა დაამყაროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ევროპასთან ინტეგრაცია, ისიც მხოლოდ ეკონომიკური.